ანდრია, რას ვაკეთებს დღეს? უგემრიელეს ხაშლამას. აბა რა, ხაშლამა შედგება რისგან? ხოცისგან, ნივრისგან, ხახვისგან. და კიდევ ისა. მწვანილები. ხო. ხაშლამა არის ისეთი კერძი, რომელი კერძიც საქართველოში ძალიან უყვართ, ხო ესეა? დიახ, ყველას. შენ ხო გიყვარს? კი, რა თქმა უნდა. კი, თან კარგი ისეთი მოხარშული ვარ და რო თანთალებს, ხო? თანთალებს პირში დნება. პირში რო დნება. გევასება ხო ეს თანთალა, ხო? აუ მეც მაგრად მევასება. გადავიჭერი ახლა სხვაგან. ზალაუნას უდა. აჰა. ეგ არის. აბა კიდე. ასე მიდი. მიდი. აჰა. ეხლა მე. ხორცია თუ ძვალი. ეხლა მე. აჰა. ძალიან კარგი არის. ფაქტიურად ჩვენ ახლა დავამუშავეთ, ხორცი ნუ კიდე არის დასამუშავებელი. დავამუშავეთ, მაგრამ ესე იგი არ გამოვა საჭმის კეთება ისე ქართველი კაციდან მით უმეტეს, ხო? რა თქმა უნდა. თუ რა ვქენით? დავლიეთ. რა თქმა უნდა დავლიოთ და უნდა ვთქვათ აუცილებლად საქართველოს ადგილზელო. ჩვენ ხო ქართველები ვარ, ჩვენ ხო გვიყვარს ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენ ხო გვიყვარს ჩვენი კულტურა, ჩვენი სამზარეულო ყველაფერი. არჩილ გუნიავას მარანი. ზესტაფონი სოფელი კვარითი. არაჩვეულებრივი ღვინო. ჩვენი მეგობარი არის არჩილის შვილი, ვახო გუნიავა, მან გვაჩუქა ეს ღვინო და ეხლა ჩვენ დავაგემოვნებთ. ეს არის ბუკეტი, ციცქაცოლი კაური და კრახუნასი. არის არაჩვეულებრივი ღვინო. ნახავთ. აბა ეხლა დავაგემოვნოთ. და პირდაპირ შეგიძლია საქართველოს ადგილზელო თქვა. თქვი საქართველოს ადგილზელო. გაუმარჯოს ყველა ქართველს და ნუ ასევე რა ვთქვა? საქართველოს ყველა კუთხე კუნძულს გამარჯოს და ყველა ხალხს რომელსაც უყვარს საქართველო. რა თქმა უნდა, გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს საქართველოს ყველა კუთხე კუნძულს, როგორც შეფ ანდრიამ ახსენა და თქვა და საქართველო ვნახოთ გამთლიანებული და გაძლიერებული. გაუმარჯოს ყველა იმ ხალხს, ძალიან სწორად თქვი შენ წეღან, რომელ ადამიანებსაც ძალიან უყვართ საქართველო. გაუმარჯოს. სამდე ხორცი იქ ქვაბში იხარშება, ჩვენ დავჭრით სალათას და ამისთვის დაგვჭირდება ჯამი! ჯამი! დაკარი! მოკლედ ამ ჯამის გამოყენებას და სალათის დაჭრას, მანამდე ჩვენ ვთქვათ აუცილებლად, ჩვენ არავინ არ გვაფინანსებს ხაზა კაპიტალის გარდა. ხო ესეა, კომპანია ხაზა კაპიტალის გარდა არავინ არ გვაფინანსებს, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ქართული წარმოება გვიყვარს და ჩვენ ეკონომიკაში, რა თქმა უნდა, შეაქვს ძალიან დიდი წვლილი ჩვენს ეკონომიკაში, ამიტომ გვინდა წარმოვადგინოთ ქართული წყლები, ხო ესეა? და მსოფლიოში მე შემიძლია ვთქვა სიამაყით და დარწმუნებით, რომ საქართველოში არის განა ერთ-ერთი. აი მართლა საუკეთესო წყლები არის საქართველოში რა. აქ არის ნაბეღლავი, საირმე, ბორჯომი, კი ბატონო, ლიკანი, საუკეთესო. და შემდეგ არის აქ ქართული წარმოების გამაგრილებელი წვენები, ხო? ეს რა წერია? კამპა, პორტოხალი და ესეც კამპა, ყურძენი, ალუბალი. და ასევე არ დაგვავიწყდეს, სხვადასხვა ეს ღვინო ბიზაშენმა მაჩუქა. კინძმარაული, ამასაც დავაგემოვნებთ, მაგრამ უნდა ვთქვათ და ერთი ჩიკა მე და შენ უნდა დავლიოთ. ხო. ოღონდ შენ დააკნოსი არ დალიო. ჩემი დაყენებული კონიაკი. მოდი შენ ერთ წუთს დაგისხამ, გეყოფა. ვაფშე, ყველას გაუმარჯოს რა. ყველას გაუმარჯოს. გაუმარჯოს ყველას, ყველა კარგ ადამიანს და ყველა კარგ კაცს გაუმარჯოს, ხო ესეა? კი. არ დალიო. არის ის? ეს მინდა? გამწარია. გამაგებას ვაგზელებ ფანჩველი. გიყვარს პომიდორის სალათი? კი, აბა პომიდორი სალათი უპომიდრო და რა არის? აჰა. შენ პომიდორის სალათს უკეთებ ზეთსაც და ძმარსაც თუ როგორ აკეთებ? რა თქმა უნდა, ზეთსაც უშვები, ძმარსაც და სუნელებსაც. აჰა. აი სუნელებზე გამახსენდა, აგერ არის ჩვენი სუნელები რა. და პომიდორში უნდა ვქნათ?
და ხო, ამ ყველაფერს მე გავუკეთებთ. ჩავყაროთ ხო? მიდი ალბათ ჩავყაროთ. კიტრი გააძრე. გავაძრო კიტრი? აი, გავაძრო კიტრი. და ახლა ვჭრით კიტრს, იმიტომ რომ თუ სალათას ვაკეთებთ, კიტრი და პომიდორი აუცილებელია. კიტრიც ორივე აუცილებელია, ყველაზე მთავარი ინგრედიენტები ესენია. და დანარჩენი რაც გინდა ის შეატენეთ. ყოველთვის მე როცა სალათს ვაკეთებ, არასოდეს არ ვთვლი კიტრს და როგორც ვხედავ და იქ აღმოვაჩინე, შენს ანალოგიურად აკეთებ. ხო? ის ბუნებრივი გემო რო კიტრს გაყვეს, ხო ესეა? დიახ. ოჩახ. და სხვადასხვის სილამაზესაც რა აძლევს. უფრო კაშკაშა ხდება. რა თქმა უნდა. ანდრია, მე შენ გიტყვი ერთ რამეს. გითხრა? ძალიან მიყვარხარ და ჩემი ძმაკაცი ხარ. რა თქმა უნდა. გენაცო. ეხა მე იმას დავჭრი, რა ქვია, შენ პილპილიას ჭამ? კი. ჭამ პილპილიას შენ ხო? ვაუ, ოჩახ, მაგარი ბიჭი ხარ. მაშინ ეხა მე დავჭრი მწვანილს. დავჭრი პილპილს და ჩვენს ოპერატორს მე ვთხოვ, რომ ახლოდან აიღოს ეს კადრები, ხო, რომ ეს ჭრის პროცესი და თვითონ ხმა იმ მწვანის რო ჭრი, როგორი კარგი ხმა ხო. სასიამოვნო ხმა, მიყვარს. აბა კარგად დაჭერი. რა თქმა უნდა, აი მე მიყვარს ესე კარგად დაჭრა. მეც. მე ახლა ვსწავლო პრინციპში რაღაცეებს, მაგრამ პროფესიონალი შეფ ანდრია მაძლევს მითითებებს და მეც პირნათლად ვასრულებ ამ ყველაფერს და მე აუცილებლად თავისთავად რაც ფავორია კიდე უნდა ვთქვათ, ყველამ გამოიწერეთ შეფ ანდრიას არხი YouTube-ზე და ასევე ჩემი არხი სერგი ხაზარაძე. შეფ ანდრია და სერგი ხაზარაძე და ჩვენი პარტნიორი არხი კიდე ვინ არის? საბა ხაზარაძე. დამას მურევა არ უნდა? მორევა უნდა, მაგრამ პრობლემა იცი რა არის შეფ ანდრია? ძალიან პატარა თასი არის. მე დავხურო ძევიდან უფრო დიდი თასი და რინგი ასე. და რინგი გავაკეთოთ? ხო. კარგი გავაკეთოთ ეგრე მაშინ. ეხა რა ვშვებით მაშინ? აი, ლიმონი დაიწყე. ჩავწურო. ჩავთუროთ ლიმონი. ვიწყოთ ლიმონით. ჩი. ეს თვითონ შეფ ანდრიამ მასწავლა მე. ლიმონი უნდა დავაწუროთ, რომ იცეს თავის გემო. ციტრუსის გემო, არომატები. ვუშვებით სერგის საიდუმლო ინგრედიენტებს. კი ბატონო. კარგია. კარგია. მე მომცემ უფლებას მოსწრო ესე გავაკეთო. რა ვქნათ ახლა? რინგი გავაკეთო? ხო. რინგი ოპა, ეს რინგი. ასე ვგავით, მოიცადე? აჰა. მე რინგი უნდა. აჰა. როდის გაკეთდება 200 წელია ველოდებით. მე ძალიან მაგრად მშია ნეტაოდეს იქნება. 200 წელი არ მჭამია მის გულისთვის. შენ 200 წელი არ გიჭამია შეფ ანდრია და მე არ მიჭამია დაახლოებით 300 წელი. ძალიან მენატრება ხორცი. როდის ჭამეთ ბოლოს არ მახსოვს. არც არა რა გემრიელად გამოიყურება. დაგონება ახლა. იცი რას ვატყობ? რას? თანთანებს. ზედმეტად. ზედმეტად. ახლა ისე მომია რომ შეიძლება ჩავხდე და მთლიანად შევჭამ. არა ბიჭო, რო ჩახდე მოიხარშები. მე რაც თავარია ბოლოს ხორცს მაინც შევჭამ ბოლოს დღეები. თან მოკვდები და თან თავს შეწირავ იმის ჭამას ხო რა ქვია?
ხორცის ჭამას. ესე იგი ისე გინდა ეხა შენ რომ ხორცი ჭამო და ისე გშია რომ საკუთარ თავსაც წირავ, ხო? შიმშილის გამოკვდები თუ სიცეს არა მნიშვნელობა. ეგეც მართალია. 2,000 years later. კორსიტმა განზადა 200 წელი უკვე გავიდა. სად არის? ხო. როგორც იქნა? ჯიგარ. ეხლა დავიწყოთ ჩვენ ამ ყველაფრის გამზადება, გადატანა სუფრასთან, დაგემოვნება, кейფი და ჩახუტება. ხო. წავედით. მეს გავსინჯავ. რა მაგარია. ხო. აბა? და ახლა რაღა დაგვრჩენია დაგემოვნებისა. რა თქმა უნდა, ეხლა უნდა დავაგემოვნოთ, რა ჩვენ დღეს ვიშრომეთ, თავისთავად შედაგიხო უნდა მივიღოთ. ხო, 200 წლიანი. ნახოთ 200 წელი ველოდებოდით, ხო? და როგორც იქნა რა. მოკლედ ესე იგი. გავუმარჯოს დღევანდელ დღეს. მე და შენ გავიმარჯოს, საქართველოს გავუმარჯოს, ყველა ქართველს გავუმარჯოს. შედეგს გავუმარჯოს, რა შედეგიც ჩვენ დღეს დავდეთ და აბა ეს რომ არ დადებული იყო, თავს მოვიკლო. და მე მინდა ასევე უთხრა სპონსორებს, რომ შეფ კომპანიებს უпроსორად, დიდ კომპანიებს, პატარა კომპანიებსაც, რომ შეფ ანდრიას არხი გამოიწერონ და ის დააფინანსონ, ხო? რომ შენი სპონსორები იყვნენ, რომ ეს საქმე შენ რაც შეიძლება უფრო კიდევ წინ წაწიო და ბევრი გამომწერებიც გყავდეს და განვითარდე. ამისათვის საჭირო არის სპონსორები. ასე რომ მივაქციოთ შეფ ანდრიას არხს ყურადღება. აბა ვნახოთ ახლა რა გამოგვიყვება. შედეგებზე რო არის საუბარი, როგორი არის. დანის მოტანა დამოვიწყდა. ეს მომოცი, ეს შენ არ გიყვარს ცხიმიანი, მე შევჭამ ცხიმიანს და შენ ჭამი აი ეს. აჰა. აბასიც გეტყვი. რა თქმა უნდა, ნიური. აჰა, ეს არის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამ ყველაფერში რა, რომ ნიურთან ერთად შეხედე, აი ნიური. აი ეს. ძალიან მაგარია, ანდრია. შეფ. ოჯახ. გამოვიდა. ძალიან მაგარია. გამოიწეროთ ჩვენი არხები. რა თქმა უნდა. ანდრია. მე შენ ჩემი სახლიდან საჩურის გარეშე ვერ გაგიშვებ. ამიტომ ანდრიას ვაჩუქოთ ჩემი ერთ-ერთი ნამუშევარი. ნუ მე ნაჯღაპს ვეძახი, მაგრამ მაინც. აი. კარგი ნახატია, გინდა დაჭრობნი რატომა. გენაცვალე. სერგი ხაზარაძე. მიხვდები რომ ჩემი არის. ხო? კიდევ მინდა რომ ძალიან ბევრჯერ მესტუმრო და მოხვიდე ჩემთან. მოვა. აჰა. აი ეს არის. მადლობა. მიყვარხარ ძალიან.